მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა თითოეულ ბათუმელს ვინც აქ არის ახლა და დილიდან იყო იქ სადაც უნდა ყოფილიყო და ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს და ამ პროცესში არის აქტიურად ჩართული განსაკუთრებით უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ ეპიცენტრი არ მხოლოდ ბათუმი, ეპიცენტრი არის ყოველი ქალაქი ამ ქვეყნისა. ის რაც დღეს აი აქ მოხდა ამ შენობაში და კიდევ ჩანს ყვალი ნაკვალევი იმ ყველაფრისა რაც აქ მოხდა გვაძლევს კიდევ ერთხელ თამამად შემდეგი თმის შესაძლებლობას რომ ხელისუფლება არის საფუძვლად გამოცილი, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლად გამოცილი რეჟიმი იყოს. იცით, ვიღაცა შეიძლება არც კი წარმოედინა, რომ ის მოხდებოდა, რაც დღეს ამ ადამიანებმა იკადრეს გადარჩეულმა საკრებულომ, აი სახლში რო არიან უკვე და გადარჩეულმა საკრებულომ თვითგამოცხადებულ მერთან ერთად ბატონი ჩიქოვანი, ხომ? დაამტკიცა მომდენო წლის ბიუჯეტი, ხო? მსგავსი რამ არავის არ ახსოვს ერთია და ვერავის დარწმუნებულება ვერც კი წარმოედგინა რომ ეს შეიძლება მსგავს სიგიჟე იმას გაეკეთებიოს. ეს მათ გააკეთეს. რატო გააკეთეს? რატომ ჩაიგდეს თავი ამ მდგომარეობაში? ვინაიდან ამას აქვს ორი ძირითადი საფუძველი. ერთი, რომ აღებული ვალდებულებები წინასაარჩევნოთ გაისტუმრონ, ვიღაცას დაპირდნენ, არ ვიცი ახლა მიწის ნაკვეთს ეს რომ გადაუფორმონ და სხვადასხვა სიკეთეებს, რასაც ახალი საკრებულოს პირობებში ვერ იზამდნენ და შიში იმისა, რომ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებდნენ და აქედან გამომდინარე იქნებოდა ახალი რიგარეში მერის არჩევნები. იცით, ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთის წინ, 1 საათის წინ, ეს არ ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებმა პოზიციები გაიძლიერა. აი შეხედეთ, ხო? საზოგადოება მიხილა. აი პოლიციურ ძალებზე დაყრდნობილი რეჟიმია. ბათუმი არის ის ქალაქი, სადაც გაყალბებული, არ ვიცი, ნაძალადევი ციფრები და პროცენტები დაიწერა და იქაც კი მანდატები როგორ გადადაწილდა 19-16 დასრულდა პირველი ტური. პირველ ტურში ხო დამცრულდა პროპორციული წესით არჩევნები, მეორე ტურში გაგრძელდა უბრალოდ მერის ნაწილში არჩევნები. 19-16 და დღეს ვითარება ისე შეცვალეს, რომ 17-17-ია. ერთი ადამიანი გადაიბირეს, მეორე ადამიანი, უაშკაცესი ადამიანი, ცხონებული ნუგზარ ფუტკარაძე, რომლის სახელდაგვარს ძალიან ბევრჯერ გაიგებს ქართული ოცნების თითოეული წარმომადგენელი და პარტიის წევრი და აქტივისტი, შანტაჟის მსხვერპლი გახდა და სიცოცხლეშივე დაგვიტოვა მტკიცებულებები და რომ არა ეს ვერც კი გავიგებდით და ადამიანები, რომლებიც მას აშანტაჟებდნენ და ამავე დროს $100,000 თავაზობდნენ, იმიტომ რომ აღარ ყოფილიყო ოპოზიციონერი და თან ეუბნებოდნენ $100,000 რომ მოგიდა, მე შუამავალი ვარ და 20,000 სახში გამატანეო, ხო? დღეს ქართული ოცნების ყველა რა განცხადებებიც მოვისმინა, კალაძიდან დაწყებული, აქაური რიჟვაძით გაგრძელებული, რომლებიც უარყოფენ ამ ფაქტს და ამბობენ, ხო ვიღაცა თუ $100,000 თავაზობდა, ეს ხო არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. აქაც რამდენად აყრიან, ხო, ნაცას თვალებში, ხა ვინ იყო, რომელიღაცა უბრალოდ დაინტერესებული პირი დაიბადა ბათუმში, რომელსაც უნდოდა $100,000 გადახდა. ადამიანი დიახაც მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და გარდაიცვალა და დღეს დიახაც საკრებულოში ოპოზიცია, რომელსაც გარანტირებული ჰქონდა საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე, ამ ყველაფერს ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ადამიანი ჩააწმინდეს საფლავში და მიწაში. და ერთი წამით წარმოვიდგინეთ რა, ქართული ოცნების იქ რაღაცა წარმომადგენლობა, არ ვიცი, ვინც ხართ ხოლმე. აი პირიქით რო ყოფილიყო, ხახტო, რას იზამდით, მაგრამ თუ იმას ფიქრობთ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, რომელსაც დიახაც ერთადერთი ძალიან მკაცრი პასუხი ექნება, ძმრად უნდა გადინოთ ის ძალადობა, რომელიც ჩაედინეთ არამხოლოდ ცხონებული ნუგზარ ფუტკარაძეს მიმართებაში. და სიმართლე რო გითხრათ, აი აქ ვინც ვართ. აი აქ რო შევიჭრათ, ახლა, აი რო შევიდეთ, ახლა, აი აქ რო შევიდეთ. სახელმწიფო გადატრიალება იქნება.
ხო ქართული ოცნების ინტერპრეტაციით არა და შემთხვევით ამ ადამიანებმა ხო არ გადაატრიალეს წაღმა და უკუღმა მრავალჯერ უკვე სახელმწიფო და ყველა სახელმწიფოს დაწესებულება და ინსტიტუტი ხო ყველაფერი ფერხეშ გათელეს ამიტომ მე პირველივე დღიდან მეგობრებთან ერთად ვთქვი რომ ეს ბრძოლა იქნება უწყვეტი, დისციპლინირებული, არაძალადობრივი და არ შეჩერდება და არ გაჩერდება გამარჯვებამდე. იმ ქვეყანაში, სადაც დიახაც პოლიტიკური პატიმრები კი არა, პოლიტიკური მძევლები ყავთ. იქ სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ისე ექცევიან, როგორც ექცევიან, არც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებას აძლევდნენ, არც ფანჯის გაღების შესაძლებლობას აძლევდნენ, არც უსამართლო სასამართლოთი სარგებლობის შესაძლებლობას აძლევდნენ. ასე შეიძლება იტაცებდნენ ციხიდან ციხეში და რა არის კადრეს, ხომ? და პლუს ამას დამატებული, რასაც ჩადიან ეს ადამიანები, ზონდერ პოლიციელების დაჯგუფებების, ასე ვთქვათ, მეშვეობით და სხვადასხვა საინტერესო ფაქტია, დიდი არაფერი, მაგრამ უბრალოდ საზოგადოებამ რო იცოდეს, აი გზად მეგობრებთან ერთად რომ მოვდიოდი ქობულეთში, აი ამ ადამიანების კოლეგება დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შუა გზაზე ავტობანზე გაგვაჩერეს თითქოს გადამოწმების მიზნით. ეხა მათ ეგონათ რომ რაც უფრო გვიან ჩამოვიდოდი, მათთვის უკეთესი იყო. ანუ არ გეწმინოთ ჩემო მეგობრებო, იცით რა, მე ზოგჯერ რო გიყურებთ ხოლმე თქვენ, შევდივართ თქვენ მდგომარეობაში, მაგრამ ბოლო დროს ხშირად იმასაც წარმოვიდგენ, რომ აი ბატონი გავრილოვი რო იყოს თქვენი ხელმძღვანელი, მის მიერ გაცემულ დავალებებსაც ასევე შეასრულებდით, იმიტომ რომ ის ხელფასი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. იმიტომ თქვენ ხო ხელფასის გამოაკეთებთ ამ ყველაფერს და გამართლება არა აქვს ხახო გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი. ეს არის სიგიჟე, რომელიც არ ეპატიება არავის და ვისაც უნდა ისე გაიგოს. როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ნიკა ამ ყველაფერს, როგორ უნდა შევუშალოთ ხელი, რომ არ დაიწყოს საქმიანობა? პოლიციური რეჟიმი გარკვეული პერიოდით დიახაც არსებობს, მაგრამ ის ვერ იარსებებს მუდმივად და ხანძრულად. ეს ადამიანები ითვლიან საკუთარი ასე ვთქვათ, ტკბობის ბოლო ჟამს. და ვერც დაჭერებით, ვერც დაკავებებით, ვერც სიკვდილით, ვერც შანტაჟით. ეხლა ნუგზარ ხო ნახეთ ხო ბატონი ფუტყარაძეს მართლა ჩემთვის ეს ადამიანი გახდა სამაგალითო ადამიანი და წუხა რომ სიცოცხლეში იმდენად კარგად ვერ მოვასწარე ამ ადამიანის გაცნობა, რამდენადაც ვისურვებდი, არა? ბევრი ადამიანი ვერ გაუძლევდა ხო იმ ცდუნებას, მაგრამ არ უღალატა იმ იდეას, არ უღალატა იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, მის მეგობრებს, ვისთანაც ერთად იბრძოლა და ამ ადამიანების რიგში არ დადგა. ამ ადამიანების სულ ერთი, აი თითოეული აი არ ეწყინოს არც ერთ პოლიციას ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ, იმიტომ რომ ნებისმიერ დავალებას არ არიან ეს კატეგორია, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრსაც დაიჭერს უკანონოდ, ხო? არანაირი პროტესტი არ უჩნდება. შიდა პიროვნული პროტესტი და კონფლიქტი საკუთარ თავებთან არის, მაგრამ ეს ვიღას აინტერესებს. როგორ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი? ბრძოლით, მანამ სანამ დიახაც ეს რეჟიმი არ დაემხობა და არ დაეცემა არაძალადობრივი მეთოდებით. ეხლა 1, 2 და 3 და 4 აქცია არა, ყოველ დღე მოძრაობა, ყოველ დღე მოქალაქეებთან საუბარი, ყოველ დღე ხილება ამ რეჟიმის და იცით ბოლო პოპულარული ენით შეიძლება თქვა მოდაში არის ეხლა ამ რეჟიმთან ბრძოლა. დიახაც პატივი არის ამ რეჟიმთან ბრძოლა. აი ხა ხო ღმერთმა დამიფარა რომ ერთ-ერთი მათგანი არა ვარ და იქ არ ვდგარ. აი ხელმძღვანელია როგორც ჩანს. აი ხო ღმერთმა დამიფარა. ხო აი ეს ბატონი არის ხელმძღვანელი ეთყობა, ხო? ყველაფერ საკუთარ ოჯახის წევრსაც გაყიდის. ბენზინის, ტალონებისა და არ ვიცი, სადღაცა წყალტუბოში საგზურის გამო წელიწადში ერთხელ და იქ ჩაკუჭული 5000 ლარის გამო. იგივე საკეთებენ ზუგდიდში, იგივე საკეთებენ სხვადასხვა ქალაქებში. არა უშავ ჩვენ გაგებული გვაქვს, რომ ყველაფერთან ერთად წარმომადგენლობითი დემოკრატია გაუქმებული არის და გაუქმებაზე გამახსენდა, იცით? აი ხშირად საუბარია რომ გაუქმდა არჩევნები თუ არ გაუქმდა, უქმდება არჩევნები თუ არ უქმდება. დღეს როდესაც უყურეთ ამ ყველაფერს, არჩევნები უქმდება თუ გაუქმდა. როდესაც ის რაც დაიწერა პროცენტების სახით
თვენახევრის შემდეგ გააუქმეს, გაუქმებულია და ნუ გვერიდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალდაზეკ იგივე არჩევნების გზით ეს რეჟიმი შეიცვლება. მაგრამ იმ არჩევნების გზით შეიცვლება, რომლის დანიშვნასაც ჩვენ ვაიძულებთ სრულად პროპორციული წესით და ამ ქვეყანაში მართლმსაჯულებას დასრულდება პოლიტიზირებული და მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკური კლასიკური ტყვე გათავისუფლდება. ეს და კიდევ სხვა ბევრი ამოცანა მხოლოდ შესრულდება მტკიცე ბრძოლით საზოგადოების და რაც არ უნდა სუსმა, რაც არ უნდა ჯანდაბამ, ვინც იქ ფულს იღებს და მხოლოდ პროპაგანდით არის დაკავებული, ეცადოს, რომ შუღლი გააღვივოს ოპოზიციაში და ერთმანეთს წაკიდოს სხვადასხვა განსხვავებული ოპოზიციური ჯგუფები, ეს ვეღარ მოხდება, იმიტომ რომ დღეს თითოეული ჩვენგანი ვართ ოპოზიციონერი. ექიმიც ოპოზიციონერია, მეზობეც ოპოზიციონერია, პოლიტიკოსიც ოპოზიციონერია და არ ვიცი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები პირველ რიგში ჩვენ ყველანი ერთად ვართ ოპოზიცია. ოპოზიცია არის ყველა ის ადამიანი, ვინც არის რასთან ოპოზიციაში, სიგიჟესთან და სიველურესთან. თუ კი ვინმე არის მართლა ცუდი გაგებით ოპოზიციაში, სახელმწიფოსთან მიმართებაში ოპოზიციაში არიან ეს ადამიანები, რიჟვაძეები, ბიძინა ივანიშვილები და ასე. ამიტომ ბრძოლა ყოველ დღე ყველა ქალაქში გარძელდება და კულმინაცია, რა თქმა უნდა, იქნება იმ დროს, როდესაც ამას საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ. საზოგადოება ერთმანეთს როდესაც დაინახავს, რომ არის მზად და ოპტიმალურ დიახაც საზოგადოებრივ ფორმაში, რეჟიმი მერწმუნეთ დიდხანს იმ წუთიდან ვეღარ გასტანს. ამ ყველაფერს ჩვენ ვმუშაობთ მეთოდურად, ჩამოვანგრიოთ და ჩამოვშალოთ რეჟიმი. მესმის რომ ეხა გუშინ უნდა ბევრს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და 15 წუთშიც უნდა. მეცაც გეტყვით, გუშინ წინას მინდოდა და იმის წინათაც მინდოდა, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის რღვევის. ამიტომ უნდა მოვიკრიფოთ ძალები, არ ავყვეთ ემოციებს და ვიყოთ მტკიცე საკუთარი მიზნების განხორციელების გზაზე. დიდი მადლობა.